მზია არის მხნედ ბოლო ინფორმაციით და როგორც სასამართლოს თომაზე გამოჩნდა, როგორც ყოველთვის არის ადამიანი, რომელიც იბრძვის დემოკრატიისათვის, დამოუკიდებლობისათვის და ქვეყნის ევროპული მომავლისათვის. რეალობა არის ის, რომ ეგრეთ წოდებული სასამართლო, რომ ჩვენს რეალობაში არ არსებობს სახელმწიფო უწყებები, სრული კოლაფსი არის. ეს არის ივანიშვილის პოლიცია, ივანიშვილის სასამართლო, მათ სულიად დაუსაბუთებლად ჩასაპატიმრობაში მოათავსეს ეს იმ ფონზე, როდესაც ქვეყანაში პრაქტიკული განკუთვნილება არის. ქვეყანა დგას მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა დემოკრატიული ევროპული მომავლისაკენ იბრძვის ისტორიის ორ მხარეს დგას და მეორე მხარეს არის ივანიშვილი და მისი ვიწრო, მასთან დაკავშირებული ვიწრო წრე ადამიანებისა, რომლებიც ცდილობენ საქართველოს ევროპული მომავალი გამომგებლობა მოყვა. ბატონო მოკა, თქვენ ესწრებოდით პროცესს, როდესაც მზია პატიმრობაში დატოვეს. რა ხდებოდა დარბაზში? რო აგვიხსნათ ეს სიტუაცია და რა არგუმენტაციით დაასაბუთა მოსამართლემ აღნიშნული გადაწყვეტილება? მეტი დეტალი რომ გაგვეცნოთ. თავად დაკავებას, თავად საქმის აღზრდა და წინასაპატიმრობაში მოთავსება ეს არანაირი შეხება არ აქვს სამართალთან, კანონიერებასთან. ყველა ეს ეტაპი მიანიშნებდა ერთ რაღაცაზე. ეს არის შურისძიება ადამიანის მიმართ, რომელიც თავის ცხოვრება გამოხატვის თავისუფლებას, სხვისი უფლებების დაცვას შესწირა და აგრძელებს ქვეყნის სამსახურში დგომას. არის თუ ისე მარტივ მდგომარეობაში და პლუს ამას სოლიდარობას უცხადებს სხვა პოლიტიკურ პარტიებს. დასაბუთება არ არსებობს. ამ ივანიშვილის საპოლიციო და სასამართლო რეჟიმის ფარგლებშიც კი არანაირი დასაბუთება არ არსებობს. თუმცა პარალელურად უნდა დაგვაუწყდეს, რომ სახელმწიფო ინსტიტუტების მიტაცება არის უმაღლეს დონეზე. რეალურად არ არის სახელმწიფო ინსტიტუტების დამოუკიდებელი არის. ცალკეული მამაცი პატრიოტი მოხელეები, რომლებიც რეალურად საჯაროდ აფიქსირებენ თავის პოზიციას, დანარჩენი ნაწილი მათ გადასაწყვეტია ისტორიის ორ მხარეს. ამიტომ სამართლებრივი დისკუსია არის გვაქვს ეს პროვოკაციული რევანშისტული საპოლიციო სასამართლო თანამშრომლები, რომლებიც კანონმდებლობის პატივისცემისა და კონსტიტუციის აღშფოთებული მნიშვნელოვანი პრინციპებისა, ისინი უბრალოდ ასრულებენ პირდაპირ დავალებებს და ქალბატონ მზია არის მორიგი პირადი პოლიტპარტნიორი ივანიშვილის რეჟიმის. ასე რომ ამ შემთხვევაში არავითარი შეუძლებელია არავითარი დასაბუთება, არავითარი სამართლებრივი არგუმენტი არ არსებობს. ბატონო მამუკა, მე ახლა მინდა თქვენ საქმის კარგად იცნობთ. მეტი დეტალი რომ გითხრათ თავად მზიას დაკავების მთელი პროცესის თაობაზე. პირველი დაკავების შესახებ, აი მაშინ როდესაც ადმინისტრაციული წესით დააკავეს და შემდეგ როგორ განვითარდა მოვლენები. მთელი რიგი ვიდეო მასალათა თვითმხილველების არსებობით, ზუსტად დღევანდელ წესთან დაკავშირებით სპიკერების დაკრობა და ყოველად დაუსაბუთებლად ყველაგვარი მიზეზის გარეშე დაიწყეს ადამიანის დაკავება, მათ შორის ქალბატონი მზიაც დააკავეს. შემდეგ მისი გამოსვლა მოხდა, მაგრამ იქ ნაცვლად იმისა, როგორც სხვა ქალაქებში ხდება, პოლიცია პროვოკაციულ ქმედებებს მისდევს. დაკავების დროს განიმარტა მისი უფლებები, ოჯახის წევრებს სასამართლოს თომაზეც ხარის მიერ დასმულ კითხვებზე პასუხი ჰქონდა სასაცილო ჩანდა პროკურატურის წარმომადგენლები, ოჯახის წევრებს დროულად არ შეეთყობინეს, უქმი დროულად არ შედგა, ადვოკატი დროულად არ მივიდა და პროცესებზე არის საუბარი. ერთი რაც ისიც დაზუსტებით და რაც ჩანს, ეს არის ქალბატონ მზიას სიმხნევე, მიუხედავად ამ ისე მარტივი სიტუაციისგან მდგომარეობისა, დაკავების მომენტიდან ამ მოვლენებამდე და ეს ნორმალურ სამართლებრივ სახელმწიფოში, რა თქმა
დღემდე საკონტენტო, მაგრამ ჩვენ არ გვაქვს ეხლა მდგომარეობა, თუმცა იგივე როგორც ხალხურ და სხვა კოლეგების სიმხნევე და სიმამაცე მასწავლებს მე სულ საფუძველს, ხმამაღლა და მტკიცედ განაცხადო, რომ ეს ადამიანები არიან მხნედ და პირიქით ბრძოლის უნარი მათ შორის რა თქმა უნდა კალათურებს. Patron Mamuka, მე მოკლედ რო ვისაუბროთ, ხა ბოლო კითხვა მექნება ასეთი, რა შეიძლება როგორი იყოს სტრატეგია, ასე ვთქვა, თქვენი როგორც იურისტის მოსაზრება რომ გაგვიზიაროთ, როგორ შეიძლება წარიმართოს ეს საქმე და რა შეიძლება იყოს სამართლებრივი მეთოდები იმისთვის რომ ზია ამაღლობელი თავის სამუშაო ადგილს დაუბრუნდეს. სამართლებრივად ესეთი საწარმო მოხდარიყო, რაც მოხდა არათუ წინასაყრდენობაში ყოფნა მისი დაკავებასის შემდეგ, როგორც პირველ შემთხვევაში ასევე ადმინისტრაციული დეფლოპე სამართლის კუთხით. სულ თავისუფლად შეუძლია პროკურატურას შეწყვეტოს ეს აბსურდი, რაც დღევანდელ რეალობაში გვაქვს და თუ კიდევ რაღაცა ნაპირწყალით არის შემორჩენილი როგორც პროკურატურის ასევე სასამართლო მოსამართლეების ხელში სისტემაში თუ კი არის რაღაც ნაპირწყალი სამართლებისა, რომელსაც ჯერ კიდევ ახსოვთ რა არის ქვეყნის უმაღლესი კანონი კონსტიტუცია, რა არის მედის როლი და ფუნქცია დემოკრატიულ საზოგადოებაში, რატო არის მნიშვნელოვანი გამოხატვის თავისუფლება და ასე შემდეგ, თავისუფლად შეუძლია სააპელაციო შეუძლია გასაჩივრდება აფუძის ზებაძის სახით დაგმოკლდა გამოუშვა საბუდიანში დონეში ეს განცდა. ანუ ჯერ კიდევ არის ამ რეჟიმის პარლამენტში შემორჩენილი არაერთი შესაძლებლობა სამართლებრივი რომ კალათურია დაუბრუნდეს კოლეგებს მეგობრებს და აქტიურად როგორც აქამდე განაგრძელოს თავისი საქმიანობა. შესაძლებელია რომ იმ ფონზე როდესაც მისი კოლეგები მეგობრები რიგითი ადამიანები რომლებიც პირადად არ იცნობენ არც სამსახურებრივად არც ნათესაური კავშირი არ აქვს ღიად უკავშირებს გამოხატავს სოლიდარობას და იცავენ კალათურიას ინტერესებს გუშინ აჭარის ტელევიზიას რომელსაც ჩვენ აფინანსებთ აქცია იყო მათ შორის ჩვენი კოლეგა მეგობარი ბატონის ვიადის იყო ჩამოსული აქაც არის ეხლაც ბათუმში და იცით მე რამეს რა მოხდა ანუ ეს ასეთი ქალაქის ცენტრში მსგავსი სახის ორგანიზებული ხალხი არის იდენტიფიცირებული ორგანიზებული თავდასხმა თქვა იგივე ხარისთან დაკავშირებული ინციდენტი პარალელური რეალობის შექმნა უნდა ესეთი მომავალი უნდა საქართველოს მოქალაქეებისათვის და ყავს მეორე მხარე ავტონომია ის კოლეგებთან ერთად დღიდან ბათუმენის შემდგომი გაზეთის შექმნისა განუჩევლად პოლიტიკური სტატუსის სოციალური სტატუსის გასაშემნე ყველა პირის მათ შორის დღეს ის მაღალთანაბრებზე არის კონცეფციის რეჟიმის პარკლებში იცავებს და იცავდა მათ ინტერესებს, ანუ ახორციელდა თავის საქმიანობას. ეს არის ის რეალობა, ანუ სამართლებრივად ტრენდი არის შესაძლებლობა ნებისმიერ დროს, მათ შორის სასამართლოს მიერ და პარალელურად ის რა პროცესებიც ხდება კონტინენტის დაშორებით კალათურიას საპატიმრობაში პროცესებში.